კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ელენე ხოშტარი, ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან. ისინი პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავენ. ოცნების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება, ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა, სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა, სანქციები რეჟიმს. ოპოზიციონერების თქმით, ეს იქნება ის თემები, რაზეც ბრიტანელ პოლიტიკოსებთან ისაუბრებენ და მათ პოლიტპატიმრების ოჯახების წერილებსაც გადასცემენ. საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს და უნდა დასანქცირდეს, ხოჭობს ამაზეც იყო ლაპარაკი ძალიან ბევრი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მტკივნეული ივანიშვილისთვის მოგიხსენებათ ბრიტანეთის სანქციები, იმიტომ რომ ქონების ძალიან დიდი ნაწილი აქ მას აქვს. საუბარი ამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოც ჭირდება ბრიტანეთსაც, ევროპასაც და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ ვართ მთავარი გზა, რომელზეც უნდა გადიოდეს ცენტრალური აზიიდან წამოსული თვირთები შავი ზღვის გავლით ევროკავშირისკენ და შემდეგ ბრიტანეთისკენ და დანარჩენ მსოფლიოსკენ.